ზღაპარი ერთ გოგოზია. სახელად მარიამი. მარიამი ძალიან ლამაზი და კარგი გოგო იყო. ძალიან დამჯერი, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, მაგრამ საშინელი უჭმელი იყო. არ უყვარდა ჭამა. შეეძლო ერთი დღე, ორი დღე საერთოდ არაფერი არ ეჭამა. რო ეკითხებოდნენ, არ გშივდება? არა. საერთოდ ჭამა არ გინდება? არა. აბა რა გიყვარს? არაფერი. საერთოდ არაფერი არ გიყვარს? არა, არ მშივდება. და რატო არ გიყვარს ჭამა? გემო არ მომწონს. იმისი შესახედაობა, იმისი ფერი, იმისი სუნი. ღმერთო ჩემო, საჭმლის, ნაირ-ნაირი საჭმლის. ხო. ერთხელაც მასთან მოვიდა მეგობარი. მეგობარი გვანცა, რომელიც ჭკვიანი გოგო იყო, ნაკითხი გოგო იყო და მასზე უფროსი იყო. ამიტომ ბევრი რამე მასზე კარგად იცოდა. და უთხრა, მოდი ერთი თამაში ვითამაშოთ. მე ეს თამაში უფროსებმა მასწავლესო. გამოცანა არის. თუ გამოიცნობ, ძალიან კარგი. თუ ვერ გამოიცნობ, ძალიან ცუდიო. ოღონდ უნდა დამთანხმდე, თვალები აიკრა და ხვირზე აი ეს სარჭი უნდა გაგიკეთო. რატომო? იმიტომ რომ სუნი არაფრის არ მოგივიდესო და თვალითაც ვერაფერი ვერ დაინახო, ისე რაღაცა დააგემოვნო. მარიამი დაფიქრდა, თუ კარგი თამაშია, თუ სასაცილო თამაშია, მაშინ დაგთანხმდებიო. გვანცამ უთხრა, ძალიან სახალისო, მაგარი ამბავია და მოდი გავაკეთოთო. კარგიო, დათანხმდა მარიამი. გვანცა გავიდა სამზარეულოში და რაც ცოტა რამე მაცივარში იდო, ყველაფერი ჯერ გარეცხა კარგად, გაასუფთავა, ზოგი გაბცქვნა და ლამაზად წვრილ ნაჭრებად დაჭრა. გვანცამ მოიტანა თვალის ასახვევი, აუხვია მარიამს თვალები, რომ არაფერი არ დაენახა. მარიამი ვაიმე, მართლა ვერაფერს ვერ ვხედავ. მოიცადე ხა ერთი წუთით მოითმინეო. ვაიმე, რას გავარ? რა სასაცილოა, რას გავარ? რას მიპირებ? აბა გააღებირი. აბა რა არის ესა? არ ვიცი, რა არის? რა არის? გებრიელია. გვაცაებდება, ჩაყლაპე კარგათო. ჩაყლაპე. აბა ეხლა ეს გასინჯე რა არისო? რაღაცა კურკა რასე აქ ოღონდ გემოს ვერ ვხვდები. გებრიელია ესეც. რა იყო ესა? რა იყო? აბა ეს რა არის? ყველა ერთ გემოზია. თუ არა, ვერ გამოვიცადი ეს რა არის? ვაშლია? აი რა არის? გებრიელია. ვერ ხედავ, ამიტომ ვერ ხვდები რა არის. ყდოსვაც არა მაგდა, ისე გებრიელია. აბა კიდე რა კარგად ვერთობით. ეს რა რბილია? რა არის? არა, გებრიელია. გვანცა, რა მომეცი ეს რა არის? გვანცა კიდე აძლევს რაღაცას. აბა გააღებირი. მე კარგია. რა გებრიელი. რა არის გამაგებინე რებს მაჭმებ.
აღარ მინდა, უნდა ვიცოდე რას ვჭამ, მითხარი. დედა. ვაშლი, მანდარინი, სტაფილო, ბანანი, ყველი, კიტრი. ეს ხომ მე არასოდეს არ მიჭამია. არც ეს არ მიჭამია, ბარდა. თურმე რა კარგია. ვერც ერთი ვერ გამოვიცანი, ეკითხება გვანცას. ვერა, ვერც ერთი ვერ გამოიცანი. მაგრამ ყველა მშვენივრად დააგემოვნე. ეს იცი რატომო? იმიტომ რომ თვალები, ცხვირი, პირი ერთად აგემოვნებს ყველაფერს. ერთად აძლევს განუმეორებელ სუნს და გემოსო. ეხლა რო აღარ მინდა და აღარ მიყვარდა, მარიამი ეუბნებოდა. კი, მაგრამ განცამ უთხრა. არ გიყვარდა, მაგრამ ეხლა ხომ მიხვდი რომ გემრიელია. ოღონდ სხვადასხვა გემოები აქვს, როცა ხედავ. როცა სუნი მოგდის ამათი, აი მაგალითად ციტრუსის, ბანანის, ბარდის, ამათ თხო ყველას არაჩვეულებრივი სხვადასხვა განსხვავებული, გამორჩეული გემო აქვს. ამიტომ რომ უყურებ, უნდა განეწყო. ჯერ ერთი ყველა ძალიან ლამაზია და მერე აღმოჩნდა რომ ყველა ძალიან გემრიელია. და აუცილებელიც, თქვა მარიამმა. ხო, აუცილებელი. მაგრამ ეს ექსპერიმენტი იმიტომ ჩავატარე შენთან, რომ მიხვდე თვალი, ცხვირი და პირი ერთად აგემოვნებს და ეს ყველაფერი ერთად არის ძალიან სასარგებლო, ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა კარგად იკვებო. მე რო არ მიყვარს ჭამა? გადითგულდა მარიამი. ეხლა ხომ ჭამე. ხო, მაგრამ აწი შევჭამ. შევჭამ, ხო. არ იყო ცუდი. გაუხარდა ქვანცას. გაუხარდა რომ მისმა ექსპერიმენტმა გაჭრა, რომ ასეთი გონიერია და საზრიანი. მარიამი იმის მერე კიდევ უფრო გალამაზდა, მოფერიანდა და ხან ბანანს მიირთმევდა, ხან ვაშლს მიირთმევდა, ხან მანდარინს მიირთმევდა და ძალიან ზომიერი და კარგი მჭამელი გახდა. ბავშვებო, ეს ექსპერიმენტი ძალიან ადვილი ჩასატარებელია. შეგიძლიათ ერთმანეთს გაუკეთოთ და გამოიცნოთ ხოლმე. ვაშლს ჭამ თუ სტაფილოს? ყველს ჭამ თუ სიმინდს? კიტრს ჭამ თუ ბანანს? აბა ცადეთ მიირთვით გემრიელი, ჯანსაღი, ბოსტნეული და ხილი, მით უმეტეს გაზაფხული მოდის. აბა თქვენ იცით.